დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ვიდრე დავიწყებთ დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა რამდენიმე თემას შევეხო. ტრადიციას არ ვღალატობთ და მთავრობის ხდომას ვიწყებთ ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხით, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არაერთ პროგრამას და პროექტს ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ფუნდამენტზე უფრო ძლიერი საყრდენი ადამიანი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, უზრუნველყოფილი შესაბამისი მედიკამენტებით და კონდეს სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა და გრძნობდეს სიცოცხლის სიხარულს. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება, შესაბამისად ბიუჯეტში რა თქმა უნდა მაქსიმალურად არის ასახული, რომ როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით იყოს ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამები და ეს დამოკიდებულება და მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც. მოგეხსენებათ, რომ მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი, სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით პაციენტების დაფინანსება, მათზე ზრუნვა და დახმარება დედაქალაქის ბიუჯეტში მაქსიმალური თანხით იყოს ასახული, რომ ხელი შეუწყოთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს. თბილისის მერია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერა სხვადასხვა სახის პროგრამებით ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. ჩვენ, ესე იგი, ყოველწლიურად უყურებთ სტატისტიკას და სტატისტიკა მაჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია, კერძოდ განიკურნა ადრეული სტადიის ბენეფიციართა 97%. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული აღმოჩენა, რადგან ხშირად სწორედ დროულ დიაგნოზია დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა და ჩვენი ვალდებულებაა ადამიანებს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა გქონდეთ. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამა R2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული პირველი მესამე სტადია და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება განკურნებას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში ძვირადღირებული მედიკამენტები ყველა მოსარგებლეს სრულად 100%-ით დაუფინანსდება. თბილისის მერია ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მინიმუმ 24,750 და მაქსიმუმ 70,000 ლარს გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 1124 მოქალაქისთვის 6,700-მდე შემთხვევა დაფინანსდა. შესაბამისი მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა კონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად საგარანტიო წერილი გაიცემა. ჩემო მეგობრებო, ხშირ შემთხვევაში დროულად ჩატარებული კვლევა და სწორი მკურნალობა ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას, სიცოცხლის შენარჩუნებას. ამ პროგრამის უკან დგას არა უბრალოდ ციფრები და სტატისტიკა, არამედ ამ პროგრამის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათი სიცოცხლე.
ჩემთვის პირადად და ჩვენთვის, ჩვენი თანაგუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ქალი არ დარჩეს აუცილებელი კურნალობის გარეშე, ფინანსური სირთულეების გამო. ამიტომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს და დაეხმარება იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს. პირველ რიგში მინდა ყველას ჯანმრთელობა უსურვო, თუმცა თუ დადგება საჭიროება და აუცილებლობა, იცოდეთ, რომ თქვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ. არის მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მერია და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველას გვერდით დაუდგებით და დავეხმარებით მაქსიმალურად. მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ტენდერის შესახებ, რადგანაც აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში მაღალი ინტერესია, ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და რა თქმა უნდა ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. უშუალოდ პროექტს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის ამ ტიპის, ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება. მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ დიდი დიღმისა და მეტროსადგური დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერი მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა 4 მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ. დღეს მდგომარეობით წარმოდგენილი წინადადებების შეფასებების პირველი ეტაპი დასრულებულია და პრეტენდენტებთან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. გადავდივართ უკვე დაზუსტების ეტაპზე. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დაიწყება უშუალოდ პროექტის განხორციელება. აქვე შეგახსენებთ მშენებლობის ძირითად პარამეტრებს. ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7,5 კილომეტრს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება ექსპლუატაციაზე. მოგეხსენებათ, პროექტი მართლაც ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ტრანსპორტის აღნიშნული სახეობა წლების შემდეგ დაუბრუნდება ჩვენს დედაქალაქს, ამასთან მისი ამოქმედება ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის წვდომას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებთან და მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მოლოდინის, ისე გადაადგილების დროს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი. რა თქმა უნდა, ეს სილამაზე და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენს დედაქალაქს. პროექტი სამომავლოდ განხორციელდება სხვა რაიონებშიც, სხვა უბნებშიც, რადგან როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელსაც ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ და შესაბამისად ბიუჯეტშიც გვაქვს გათვალისწინებული დედაქალაქის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ახალი პროექტების განხორციელება. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი ყოველწლიურად იზრდება, თავისთავად იზრდება მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც, რადგან არსებული რესურსი გაზრდილ მოთხოვნას შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა.
ეს იყო ახალი ბაღების მშენებლობა, იყო ასევე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, სადაც ამის შესაძლებლობა არის, მისი განახლება, ყველანაირად მოწესრიგება და შესაბამისად ათასობით მშობელი და პატარა გავახარეთ, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე არ ვჩერდებით და სააგენტო კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტის განხორციელებას იწყებს. უკვე გამოცხადდა ტენდერი ჩუღურეთის რაიონში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ნომერ 96 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობაზე. საბავშვო ბაღის ამჟამინდელი შენობა არქიტექტურულად არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც პროექტის ფარგლებში მოხდება მისი დემონტაჟი და აშენდება ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პირველ რიგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ ბავშვების უსაფრთხოების ყველა სტანდარტი. საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზე იქნება გათვლილი და მოემსახურება 170 აღსაზრდელს. ტენდერის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგაც შენობის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება. რაც თავარია სამუშაოების მიმდინარეობისას ნომერ 96 ბაღი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, რადგან მისი კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში იქნება გადანაწილებული. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ნორმალურ პირობებში აღზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. და ბოლოს ზამთრის სეზონიდან მოყოლებული უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ დედაქალაქში ძალიან დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. მე მგონი ყველა დამეთანხმებით, ვინც ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში, უბნებში გვიწევს გადაადგილება, პრობლემები გვაქვს გზის ნაწილში. არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, რომელიც დაზიანებულია და საჭიროებს აუცილებელ ჩარევას. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი აღნიშნული მიმართულებით, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, განსაკუთრებით ღამის საათებში აბსოლუტურად არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, შიდა საუბნო გზებზეც მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას და პროექტი იქნება განხორციელებული, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მთელი ქალაქის მასშტაბით იყოს მოწესრიგებული. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო მოსახლეობას ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის. სამუშაოებს რაც შეეხება ძირითადად ღამის საათებში იქნება სამუშაოები, ამას აქვს გარკვეული დისკომფორტი, ხმაური, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში გზის გადაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს და აღნიშნული სამუშაოები ერთდროულად ბევრ ქუჩაზე ჩატარდება, ამიტომ თავს ვიკავებთ დღის განმავლობაში ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაზე და მხოლოდ ღამის საათებში მოგვიწევს მუშაობა. გარკვეული დისკომფორტი იქნება ხმაურის თვალსაზრისით, თუმცა ეს არ არის რაღაც ერთთვიანი, ერთკვირიანი სამუშაოები. 2-3 დღის განმავლობაში მთლიანად პროცესები დამთავრებული იქნება კონკრეტული ქუჩების მიხედვით. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა. ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას.